საუკუნის ტყუილი შემიძლია ვიპოვო უწოდო თქვათ 6 მილიარდიანი ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება, არ ვიცი, 2000 რატომ არ შეიძლება განხორციელდეს ვიღაცებს აქტივით? ძალიან ჯერ მემორანდუმია, მაგრამ რატოა უბრალოდ არის აუცილებლად დიდი სიამოვნებით ჩავხედავდი თვალებში იმ ინვესტორს, რომელსაც 38 მილიარდის აქტივები აქვს სულ, ხო? და 58 მილიარდის აქტივებიდან 6 მილიარდი გადაწყვიტა, რომ დააბანთოს საქართველოში და ეს არის 6 მილიარდის უძრავი ქონება თბილისში და გონიოში. წარმოიდგინეთ, რამდენი აპარტამენტი უნდა ააშენოს, გააქირაოს, გაყიდოს და ვისაც აქვს აქ ამ უძრავი ქონების ბიზნესი, ისინიც რო გააჩეროს, წარმოიდგინეთ, მაინც რამდენი უნდა გააკეთოს, ხო? და ეს ხომ სიგიჟეა და ესე იგი ამხელა 38 მილიარდი რომელსაც აქვს ეს ძირითადი აქტივები, მაინც და მაინც ამხელა კაპიტალი 6 მილიარდი უნდა წამოიღოს და ჩადოს ამ რეგიონში, სადაც ადგილობრივი ბიზნესმენები ვერ ახორციელებენ ინვესტიციებს ძალიან მაღალი გაურკვევლობის ფაქტორის გამო. როგორ უნდა დაიჯერო ახლა ეს ამბავი? ხო, რთულია. რა იყო მაშინ მიზანი? დღეს საქმის კურსის სტუმარი იყო კაპიტალის ბაზის სპეციალისტი მარინა გულედანი და მან თქვა, რომ ფიქრობ ეს განცხადება იყო ერთგვარი შიდა მოხმარების გზავნილი, მათ შორის ლარის კურსის მიმართ ნდობის გასაზრდელად, რომ 6 მილიარდი დოლარი თუნდაც ბევრ წელზე გათვლილი რაღაცა თუნდაც არ ჟღერს. ლარის კურსი ხო არ არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც კობახიძის განცხადებებს ისმენს. ლარის კურსის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყიდულობენ ან ყიდიან. ეხლა კობახიძის განცხადების მერე თუ ვინმე შეექმნა დარჩა იმის დაბეჭდილება, რომ აი ეხლა შემოიტანენ დოლარები ძალიან დიდ რაოდენობას და ეხლა მე უნდა ვიყო წყნარად, ლარი ვარ გაუფასურდება, ვინც არის დამოკიდებული ამაზე და პირიქით ველოდები, რომ ლარი გამყარდება მომავალში და ამიტომ შეუწყობ ხელს ლარის გამყარების პროცესს, ხო და არ ვიყიდი დოლარს და არ დავირეზერვებ, თუ ეს იყო ამოცანა, მაშინ სრულიად აბსურდია, მიუღწეველი ამოცანაა, იმიტომ რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ ძალიან კარგად და ხედავენ მათ შორის ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები. მათ შორის რა თქმა უნდა ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები. დაველოდოთ.